გაგაცნობთ ამ ამბებს ერთ-ერთი ინტერნეტ სიახლე, რომელიც საკმაოდ ისეთია ჩემთვის ემოციური, მოკლედ უნდა გითხრათ, რომ პროგრესირებადი დემენციის დიაგნოზის გამო ბრუს უილისი ოჯახისგან მოშორებით უკვე სპეციალურად ადაპტირებულ სახლში გადაიყვანეს. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დემენციის დროს გონებრივი ფუნქციები, მეხსიერება და სოციალური ქცევები ქვეითდება. როგორც მსახიობის მეუღლემ ემა ჰემინგმა უცხოურ მედიასთან საუბარში განაცხადა, ეს მისი ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო. მისივე თქმით, ახალ საცხოვრებელ სივრცეში ყველა აუცილებელი პირობა შექმნილი და რაც ყველაზე მთავარია, ლისის სამედიცინო დახმარებაზე ხელი მუდმივად მიუწვდება, რაც არავინ არ ვიცით როდის დასჭირდება, ხომ? მისი ეს გადაწყვეტილება საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გააკრიტიკა. სოციალურ ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ ემა მეუღლეს ცუდად მოექცა, რომ ეს ასე არ შეიძლება, ამბავს ჰემინგი კი ამ სიტყვებით გამოეხმაურა. ყველას აქვს საკუთარი აზრი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ აზრების უმრავლესობას გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს. ზოგს შეიძლება დემენციასთან შეხება ჰქონია, მაგრამ ასეთ ადამიანთან მაინც არ უცხოვრია და არ იცის როგორია მისი მდგომარეობა ყოველდღიურად. ძალიან რთულია, რასაკვირველია, ძალიან რთული დაავადება არის, მასთან ბრძოლა კიდევ უფრო რთულია და ძალიან რთულია იმ ადამიანების თავისი მიდგომები აქვს, კი ბატონო. ასე ვთქვათ და მართლა რთულია ვიღაც აი ამ დროს გააკრიტიკო, იმიტომ რომ არავინ ვიცით, რაღაც გამოწვევების წინაშე როდესაც აღმოჩნდებით, როგორ ყველას გვაქვს რესურსი და ეს რესურსი სადღაც შეიძლება რომ ამოიწუროს და ამის უფლება უნდა დაუტოვოთ ადამიანებმა ერთმანეთს.